ძალიან საინტერესოა, რომ ასე თქვა თემა, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურად პრაქტიკულად ვართ შანტაჟისა და დაშინების მუქარის ქვეშ, მათ შორის ერთდროს ჩვენთვის მეგობრული ევროკავშირის მხრიდან. დღეს ახლა ამ სტუდიაში მოვისმინე ისეთი საკითხები, რომელიც პრაქტიკულად თემის გადატანის მცდელობა იყო და საუბარი იმაზე, რომ რატომ არ ვსაუბრობთ რუსეთზე, ბატონო ნიკა, რუსეთზე არათუ ვსაუბრობთ, არამედ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ის პრობლემა, რაც ჩვენ გვაქვს დღეს, ოკუპირებული ტერიტორიები, რომლის საერთო ფართობი 20%-მდე ავიდა, სწორედ ნაციონალურ მოძრაობის დროს დაიკარგა ურაის სოფელი, ჩაუბარეთ კოდორის ხეობა და ჩვენ თავზე დავასრულებ, თუ შეიძლება დავასრულებ, ძალიან ადრე მაწყვეტინებთ. სწორედ აქედან გამომდინარე არის რომ ხელისუფლება იქცევა ძალიან ფრთხილად და წინა პლანზე წამოწია ის სუვერენული ინტერესები, რომლის დაცვას ჩვენ გენეტიკურად გადაჩვეულები ვიყავით. საუკუნეების განმავლობაში საქართველო იყო მართული სხვა სახელმწიფოებისა ან ორგანიზაციების მხრიდან და ჩვენ ძალიან შეგვაჩვიეს, რომ ვიღაცამ უნდა გვმართოს. სწორედ ამიტომ იმ საფრთხეების გათვალისწინებით და ჩვენი გეოგრაფიიდან გამომდინარეობს, იმ გეოპოლიტიკური საფრთხეებიდან გამომდინარე, ქართული ოცნების მთავარი მიზანი იყო და რჩება ჩვენი ეროვნული ინტერესები. ეს არის დეოკუპაცია და ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება იმისთვის, რომ დეოკუპაცია შეუწყოთ ხელი. თქვენ საუბრობდით ევროკავშირზე და ევროკავშირის მიერ გაწეულ დახმარებაზე. ძალიან მინდა, ძალიან მალე დადგეს დრო, როდესაც არც ერთი სახელმწიფოს დახმარება არ დაჭირდება საქართველოს იმ თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, რომელიც ძალიან გონიურულად უნდა გამოვიყენოთ და არ უნდა ავყვეთ იმ გარე საფრთხეებს, რომელიც მომდინარეობს ნებისმიერ სხვა სახელმწიფოდან თუ ორგანიზაციიდან, იქნება ეს ევროკავშირი თუ იქნება რუსეთი. რაზე არის საუბარი? ესე იგი, ირაკლი საუბრობდა, საიდან დაიწყო, ხო, ეს ყველაფერი და რამ გაამძაფრა ჩვენსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობები. სწორედ ჩვენ ვიყავით ის ხელისუფლება და არ მომწყინდება მასზე საუბარი, რომ და ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, ვინც უშუალოდ წერდა ასოცირების ხელშეკრულებას, ტექსტი გვაქვს შეთანხმებული. 2014 წელი იყო, როდესაც ჩვენმა პრემიერმა მოაწერა მაშინ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, ვიზა ლიბერალიზაცია მიიღო საქართველოს მოსახლეობამ მონაპოვარია, ეს არ არის საჩუქარი და ვიზა ლიბერალიზაცია ის არ არის, რითაც უნდა გვემუქრებოდეს დღეს ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ევროკავშირია და აუცილებლად მინდა დავასრულო მაგდა ერთი რამით, რომ საქართველოს ევროპული გზა ეს არავის არ აურჩევია ბრიუსელში. ეს არის ის გზა, რაც ძალიან დიდი ხნის წინ ისტორიულად, კულტურულად, ცივილიზაციურად აირჩია საქართველოს მოსახლეობამ და ამ გზას ჩვენ არავინ არ გადაგვახვევინებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ დღეს ეს უკვე აშკარაა, დღეს უკვე ამაზე თამამად საუბარი შეგვიძლია, აი იმ სტრესის, ბულინგის, ზეწოლის მიუხედავად, რაც ჩვენ ბოლო წლებში გადავიტანეთ, დღეს ნათლად ვხედავთ, რომ საქართველო უნდა იყოს ძლიერი და არ უნდა იყოს გამოყენებული მარიონეტად არავის ხელში. და ის პირისპირება, რომელიც ჩვენსა და ევროკავშირის შორის, აი დღეს, აი ამ მდგომარეობაშია, რაც სხვა შორის ორმხრივ საუბრებში და კულისებს მიღმა საუბრებში საერთოდ სხვა მდგომარეობაა, გამოწვეულია სწორედ იმით, რომ საქართველო არ გახდა ვასალი და საქართველო არ დაემორჩილა იმ შანტაჟს, რომელიც შანტაჟიდან სანქციების გამოყენებაზე გადავიდა, გამოვაცალეთ შანტაჟის რამოდენიმე, ასე ვთქვათ, საშუალება და ახლა ყველაზე, ასე ვთქვათ, მსხვილ საკითხს მიადგენ ვიზა ლიბერალიზაციას. ვერც შანტაჟით, ვერც მუქარით, საქართველოს ევროპულ არჩევანს ვერ შეცვლიან და ვერც შანტაჟით და ვერც მუქარით და ვერც შიდა ძალების გამოყენებით ვერავინ ვერ აიძულებს საქართველოს ხელისუფლებას სუვერენულ ინტერესებზე უარი თქვას.